მოგესალმებით ყველას. დღეს გამოვიყვანე ჩემი ძაღლი. ვისაც ნახე აქ ვიდეოები ძველ მინდვრებში. ბიჭო. ნახოთ აი აქ თუ რამე სიზმრს ერთი ის არის რომ ნაწუმარი არის მთელი 2-3 დღე არის დღე და ღამეს უწვიებს ასე თუ ის ბალახის სველი არის თუ ხოხობი არის ხოხობის სველი და როცა ხოხობის სველი არის იმისთვის ძალიან ძნელი არის გაფრენა ამიტომ ძალიან ის ადგილებში არის დამალული და არ ინძრევა ვაფშე რადგან როცა ბუმბული უსველდება მას ძალიან მძიმე ხდება და თავის წონის დაძლევა მისთვის ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს და ურჩევნია დამალული იჯდეს სანმე ის ადგილას რო ვერ მიუდგები. ვახლა ძაღლის სერნება ძაღლი გამოვასერნე. ნახოთ იქნებ რამე, მაინც ნახოთ. მოვივლი ახლა ყველაფერს თოფის გარეშე ვარ. ამ სოფლის ლიცენზია და კარტა აღარ მაქვს აქვე ნადირო. წამოჩო. თითქმის ყველა ვიდეო რაც ძველი ვიდეოები მინდებს ხოხობს ნადირობაზე პოინტერით. უმეტესი წილად აქ არის გადაღებული. და ეს ამხილად ჩაგები ვაფშე არ იყო მაშინ ამოსული ეკლები. იქით ამ მხარეს ვაფშე სულ ეგ არის. ნახე მოდი აბა. ბაჩოზე ჯერ ვერ ვიტყვი რომ სულიად გახსნილი არის. დადის მუშაობს ეძებს რამოდენიმე ჯერ შეგვხვდა და ვნახეთ. მაგრამ ჯერ ისე არის რომ თქვა ძალიან მაგარს მუშაობს და მონადირობს თავის ძმებისგან განსხვავებით. წამო. გუშინ წინ გახდა 1 წლის 2 დეკემბერს. დღეს არის 4 დეკემბერი. რა არის? რა არის? ნახე აბა. აბა ნახე. ნახე მიდი. მოდი. წამოჯერასი გავუკვეთ აქეთ ამ მხარეს. როკეთ არ დავტოვოთ. აქ რო ბოლოს ვიყავი. სანამ სეზონი გაიხსნებოდა, ცოტა იქითკენ შლები ვნახეთ. არ არის გამორიცხული, სანამ კიდე შველი იწვეს.
თავიდან მქონდა პრობლემა. თუ რამეს არ გადავუგდებდი ძაღლს, ამშორდებოდა, არ გადიოდა. არ მაგაზე მითხრეს, რომ შენი დაკარგვის შიში აქვსო. ანუ თავიზე და რო დაკარგა და მე რო წამოვიყვანე, მაშინ გაუჩნდა ეგ შიში, რომ ხელახლა არ დავიკარგე მე. და თუ რამეს არ გადავუგდებდი, ფეხებიდან ამცილებოდა. დამყვებოდა წინ. ეხლა კიდე გადის და მოდის, ტრიალებს. თუ სხვა ძაღლი არის, ჩემი მეორე ძაღლი თავჩალკა იმასთან ერთად დარბის, რომ წავიდეს შორს მიყვება. მაგრამ მაინც ის აქვს, უნდა დატრიალდეს, მოვიდე შენთან და ხელახლა წავიდეს. აი თუნდაც ახლა წავიდა იამხილა და ძაღლი არასდროს გადიოდა ადრე. ყველაზე მეტი მაგის მეშინ უნდა რომ ფეხებში არ ნადირო. აი აქ ეს რა არის, ვაფშე არ იყო ადრე აქ. ადრე სუხეხილის ბაღი იყო. წამოაი გავიაროთ ბაჩო. აი ძალიან საინტერესო არის ახლა იგი მაშინგან თან პატარა არის სიმაღლეში. აიქ შანსი და ეს რამე არ იყოს. შეიძლება ჩვენ ვერ ვნახოთ ახლა გაგვეპაროს. არა. აი ძალიან გამოცდილი ძაღლი, რომელიც უკვე დიდი წლები ნადირობს და გააზრებული აქვს ნადირობა რა არის. აი აქ რომ მოვიყვანდი იგი ამინდორში, მარტო ამინდორში. შანსი და ეს რამე არ ნახოს. ჩემი ძაღლი ხა თუ რამეს შემთხვევით სრიბილში შეეფეთა, რაც მინდა რომ გააკეთოს. ნახე ბაჩო. ძალიან გამიხარდება თუ რამე აგვიფრინდება ახლა. პროსტა მე არ მინდა რომ ამიფრინდეს, მინდა რომ ძაღლს აუფრინდეს. ამას აუყვევი, ჩაუყვევი, ისე დავლა. მას კარგად გავივლიე ახლა. ახე მიდი კაცი. ახე მიდი რამე. მოძებნე მიდი. Ну да, зачитывс. ხებაჩო აქეთ მოდი აქეთ აქ შემო მოდი
ეგ. ოდი. აი აქეთ. მიდი წინ მიდი, ხოჭა. Okay. Macho. აი აქ მოდება. მოდება აქ ნახოთ ბალახში. აი აქ მოძებნება. როცა მარტო ვარ გამოსული ყოველთვის მოძრაობს ძირითადად წინ და უკან მიდის მოდის როცა მე და მამა გამოვდივართ როდგავართ მე აქა და მამა იქითკენ ყოველთვის მუშაობს დიაგონალებზე გადის გამოდის ეცი ბაჩო მე არ ვარ იმით დაინტერესებულიო წარმოანა დიროს როგორც ჩემპიონატებზე გამოდიან ზაღლები და ტურნირებზე გამოყავთ მე მინდა უბრალოდ მანადიროს ყველაფერზე აი ამებს ადირობენ აქ არ ვიცი ქართლას რა ქვია ამ ფრინველს და აკეთებენ მაგის ხალადებს და ვამოვდი იმას რომ მინდა რომ ინადიროს ყველაფერზე პირველ რიგში ფრინველზე და ალბათ მომავალ წლიდან უკვე შევხედავთ ძაღლი როგორ იქნება ცხოველზეც ძალიან დიდი სურვილი მაქვს და მინდა ძალიან რომ ინადიროს ცარეკში შველზე და ირემზე თუ ახლა ღორი შეხვდება მას მაგას ვერ დაღუშლი როგორც არ გაიკიდოს მაგრამ უფრო მეტად კონცენტრირებული შველი ირემი და კიდე მინდა რომ ვასწავლოთ სისხლის კვალზე მუშაობა ჩვენთან ბანაკში არავის არ ყავს ძაღლი რომელიც დაჭრილ ცხოველზე მუშაობს ანუ სისხლის კვალზე და გერმანელებისგან ვიცი და მათ ეს ძაღლი ყავთ ანუ რაც არის რომ კონკურსი გამოვიდეს იგივე კონკურსი ატარდება რაც ვთქვათ პოინტებზე და სეტერზე რომლებიც არიან მინდვრის ძაღლები ამას ევალება სისხლის კვალზე მუშაობა
ევალება იხვის მოტონა წყალში. ეგე ხოხობი აფრინდა, ეგე ხოხობი. საღოლ! ხოხობი აფრინდა, ეგე? საღოლ, კაცი! არ დაუშალი გაიგიდოს. ზუსტად ეს მინდა რომ მხარი იყო რომ ხოხობი თავის ნარბენზე აეფრინა. სამწუხარო არ ვერ უკადა ვერ სვრი. მაგრამ ინტერესი აქვს, აფრინა და გაიგიდა. ანუ მისთვის საინტერესო იყო ეგა. შეიძლება ეს ხოხობი ბოლოშიც კი იყო. დავდიოდი გამოვიქცა და უკვე ბოლოში გამოვედით აფრინდა. მოდი მაგას ისე ვიპოვით, მოდი. მოდი ჩემთან. აკა ვარ, აკა. მოდი, ყოჩახ ბიჭო, ყოჩახ. მოდი ჩემთან. რა ნახი შენა? რა ნახი? ყოჩახ, ბრავო. რა ნახი, კაცი? ხოხობი ნახე? ჰა? გაგვეპარა? რა ბიჭო? ნო. არა უშავს. სხვა დროს ვნახავთ მაგას კიდე. არა უშავს, თავარია იპოვე, ყოჩახ, ბაჩუნა, ყოჩახ. კაი ბიჭი. წავედით. აი ეს მინდა რომ მსგავსი სიტუაციები იყოს ბევრი. რო თავის სირბილეზე ახლა რო ნახა, ალბათ შეიძლება სულიც მოვიდა, ვერ დავინახე მე. უბრალოდ რა მომენტში აფრინდა. შემდეგ შემთხვევებში შეიძლება კიდე ერთხელ ორჯერ აუფრინდეს, სამჯერ აუფრინდეს, ოთხჯერ აუფრინდეს, მაგრამ ავტომატურად გამოიმუშავებს ნაბულს. რომ გაუშიშდეს და აღარ მიახდეს. გაუკეთებია ნაბული, მაგრამ რომ უცვლად არაფერი არ ყოფილა. მაგრამ ამის სისხლში და ამის გენეტიკაში ეგ ავტომატური, ბუნებრივი რამ არის, რომ ნახვის შემდეგ თვითონაც რო ხდება, რომ ასე გაქცევი მიხტომით იქცევა და გაურბის, ავტომატურად ნაბულს გაუკეთებს. ძალიან გამიხარდა ახლა რომ ხოხობი ნახა. ახლა კიდე მოვივლით. რაღაც ახლა აქ დაჯდა, ვარსა დაჯდება. ის იმდენ ალბათ ორი იმდენს მე ფეხით გარბის რაც იფრინა. ძალიან ცოტა შემთხვევაში რომ ასე ჩაუყვებით და ისე უკან ამოვყვებით ქარისაც ნამდვილად ქარი ასე უბერავს. ძალიან ცოტა შემთხვევაში ხოხობი რო აფრინდება და დაჯდება იგივე ადგილზე იჯდეს. აი აქ რო დაჯდება, აი აქ წერაში ყველგან შეიძლება იყოს. და გნოლი ხო ვაფშე. ეს რო აფრინდება და დაჯდება ისე გარბის. ყოჩახ ბაჩო. ბრავო. ყოჩახ ჩემო ბიჭო. საგან ლაპარაკობდი, მაგრამ ხოხობზე და მოვიწყე სად ვიყავი. იმას ვამბობდი, რომ ამ ძახს ევალება ამ სისხლის კვალზე მუშაობა და ცხოველთან ნადირობა. ისე გერმანელები რათარს არ აღიქოვენ. თუ მარტო ქსურს ფრინველზე ნადირო, მათ სტანდარტებში არ ჯდება. მაგიტომ არის ყველა უნივერსალ ძახს ეძახიან და სურთ რომ ყველაფერზე ნადირონ. მე ვისგანაც ვიყიდე ეს ლეკვი საშენებელში. მათი ნადირობის 90% შეადგენს სარეკში, ირემზე ნადირობას. აი იქ შველი იქნება თუ ღორი, მაგას ვერ დაუხლი ძახს გაუშვებ, მაგრამ მისი მაინც მოყვა, ხო ვთქვათ, მისი ინტერესი მაინც ირიმისკენ არის. იმ ქალი არის საშენის უფროსი. ქალს აკავს ეს ჯიშიანი ძაღლები. ეს ანუ ეს დრათქარი ჯიშის ძაღლები. დილით ჩვეულებრივად გავდივარო ცხოველზე, ვნადირობთ სარეკში და დღეს მე ვნახევარში უკვე ნადირობა მორჩება. საღამოთი თავის მეუღლესთან ერთად
ტყეში სეირნობენ, ადირობენ ტყის კეთამზე. სანამ დაგამდება. ჩვეულებრივი ნაბულის ამოყავს კეთამი. მეც მსგავსი სურვილი მაქვს, ეხლა ამდენად გამომივა არ ვიცი. არასდროს მქონია შეხება მსგავსი ტიპის ძაღლთან. ვისიც შეეძლოს და ესეც შეეძლოს. რაღაც მხრივ ძალიან ჯიუტი არის ეხლა. თან არის გადატეხის პერიოდში. ძალიან მაბრაზებს. რაღაცებს არ მიჯერებს. როცა სხვა ძაღლს ნახავს. ეხლა აქ სხვა ძაღლი მოიყვანო. ყველანაირად დაავიწყდება. ნადირობა სად არის და ვინ არის. გადაერთვება იმ ძაღლის წვალება და ძაღლთან თამაში. რაო ბიჭო. ვცდილობ რომ ნაკლებად ურთიერთობაში ვიყო. ეს პირველი წელი. ეს პირველი წელი ნადირობა ეხლა წელს. რადგან თვითონ მოერგოს. აღარ ვთქვათ მინდორს და ყველაფერს. თვითონ თავის სტილი ნადირობის გამოიმუშაოს. იმას ვერ მოვთხოვ იგივე რაღაცას, რაც 2-3 წლის მანამდე ძაღლს როგორც ჩემს პოინტერს ავალებდი და ვანადირებდი. ის თვითონაც საწყის ეტაპზე არის, სწავლობს. ყოველ ნაბიჯზე ახალ სუნს ნახულობს. ახალ რაღაცას აჩენს. თვითონაც სწავლობს ამ ყველაფერზე. ამ დროს კიდე მინდორში ჯერ არ მსურს რომ მე მითითება მივიცე. მარტო ძალიან დაბალი დოზით მოდი ნახე ის. ძალიან ახლა არ ჩავა ციკლები რომ მიდი შორს არ ვეძახი. მე არ მაქვს იმის პრობლემა რომ შორს გავიდეს. ვისაც პოინტერი ყოლია შორს მონადირე ძაღლს მიჩვეული არის. თავარია გამოიმუშაოს სწორი ნაბული, რომ სამე რო გაჩერდება, თქვათ აი ლურჯი ისინი ვაყენია, გაშეშდეს და სანამ არ მიიღო არ გაინძრეს. მაგას თვითონ მგონია რომ დროთა განმავლობაში ისწავლის. თავისი დახვეწავს ყველაფერს. პროსტა ჯერ ძალიან პატარა 1 წლის გახდა გუშინ წინ. ტანი ძალიან დიდი არის. მაგრამ ეგ იმას არის რომ კარგი მონადირი არის. ისევ ბავშვი არის და ისევ ლეკვი არის ჯერჯერობით. მაგრამ მის ძმას შვიდითვისას უკვე ტანტესი ჩაბარებული ქონდა და შეფასება აიღო ექსცელენტი. შვიდითვის ძაღლმა. ანუ იმ დონეზე ნადირობს და იმ დონეზე გამოვიდა რომ კონკურსში ტანტესი ჩააბარა და თან ჩააბარა ექსცელენტზე. რაც ძალიან მაგარი შედეგი არის 7 თვის ლეკვისთვის. მოვალწლიანი იმედია უკვე დალაგებული და გაწმასწორებული იქნება. რა ის ხოველთან ნადირობის ვიდეოები შემოგთავაზოთ. ნახევაჩო. ეგე ხო ბეგერის, ეგე სად გარბის. აგე როგორ მიუყვება. აქეთ არის ბაჩო. ხოჩახ ჩემი ბიჭი, ნახე მოდი. მოდი ნახე. აი ხო ოფის ყველაზე არის. შეგენაცვალე, აი მასე იმუშავე, ეგ მასე. აუფრინდი რა ეხლა ისევე. ხოჩახ ბაჩო. ხოჩახ ჩემო ბიჭო. ხოჩახ მოდი ჩემთან. მოდი.
გაფრინდა, წავიდა. შეგენაცვალე, შენა. რომ მოვიარო. დავждე მანქანაში წავა სახში, ნადირობა აღარ მომინდება. იმიტომ რომ იმდენს მოუკლავ აქარო. შეიძლება ვერ მოუკლავ, მაგრამ ნახვით ნახო ძალიან ბევრს. აქ რა ხდება და რატომ არის ასეთი ძნელი ნადირობა არ ვიცი. წავაბაჩო. ამ სეზონზე უკვე 3 ღორი მყავს მოკლული ჯერჯერობით, 2 შველი, 3 ხოხობი, 2 კურდღელი. ვერ ვიტყვი ცუდი სეზონი მოქვს. პროსტა ძაღლის პონჩი მოქვს ცუდი სეზონი. ძაღს იმდენად ვერ ვახალისებ, რაც აქ ამიწებს და ამ გაქანება შეუძლია რომ ძაღლმა იკაიფოს და ისე ამოვნოს ნადირობის ხორივ. კათამზე ვიყავი. რაღაცა ნახა ვიდეოში. ანუ აი ესეთ ხეებში შევიდა. სანამ დავიკურე და შინგან შევედი. ვიდეოც კი მაქვს, აი რაღაცას ახტება, მაგრამ ვერ ნახულობ ვიდეოში, რა ძალიან სულთა ჩანს თუ რამე უფრინდება. სანამ ამას წამოვიყვანე და იყო დედამისთან, მეგონი პირველი თვიდან 2 თვემდე თავისა თამაშო იყო ტყისკათამი. ის ქალი ვისგანაც ვიყიდე, ვიღაცამ ტყისკათამი მოუტანა. და თითო ლექს ქონდა თავის 1 წელი ტყისკათამი. ეს მაგით თამაშობდნენ. დაჟე სურათისაც რომ მეგზავნიდა ლეკვების ყველა სურათში წამოჩვენა. მოდი. ერთადერთხელ არ ყოფილა, არც ერთხელ არ ყოფილა ის მომენტი, რომ ძაღლს ნაბულზე რამე მოიყვანა. ყოველთვის მოძრაობის დროს. მაგრამ მაგას ახლა მე არ ვჩივი. არც იმას ზევდარდობ, რომ აი всё. ძაღლი ჯერ 1 წლის არ არის. ჩემთვის პირველი ნადირობა, პირველი სეზონი ძაღლს ყოველთვის უნდა აჩუქო. ის ლეკობაშია, ის გაურკვევლობაშია, ეს ასაკეთებს თვითონაც არ იცის. ჩემი პოინტერი რომ ყავდა. დაახლოებით 3 ან 4 წლისას დაიწყო ნადირობა. რადგან მანამდე თოფები და პრავები არ გქონდია, რომ სანდროდ გავსულიყავით მე და მამა. ახებაჩო. სანდროდ ყოველთვის დაყავდა. მინდორში ასეირნოთ, მაგრამ თუ ვერ უკლავდით ვერაფერს. პირველი წელი რომ გავიყვანეთ, ეგეთ შტერივით დარბოდა. ნახულობდა ფრინველებს, მაგრამ მიჩული რო არ იყო, რომ გაჩერებული იყო სოიგაზე. არ უჩერდებოდა, პირდაპირ ახდებოდა. 4-5 წელი ისე განადირა. ეგეთი ძაღლი მონადირე ჩვენ არ ყოლია სახში. მინდორში ფრინველს არ ტოვებდა. მინდორს რო გავივლიდით, იქ თუ რამე იყო თუ არა და აზია ქონა მოსვლას და შემოტრიალებას. ახებაჩო. მოდი. ასე რომ ჯერ გვიანი არაფერი არის. უკვე ალბათ მომავალ წლიდან ნელ-ნელა შევაპარებ სისხლის კვალზე მუშაობას, შველზე დევნას. ეხლაც მინდოს მანქანაში შველის ტყავი, მაგრამ ჯერ არ მინდა. აი ქართველები მაშინებენ ძალიან. გერმანელებს და უცხოელებს რო უყურებ, ისინი ბავშვობიდან იმას ეწურთნიან და მას ეჩვევენ, რომ ფრინველნადირობა არის ცხოველზე. და მაგას ძაღლი ითვისებს. ქართველები პირიქით მომლებიან, რომ როგორც კი ძაღლი ცხოველს გაიკარებაო, ფრინველი დაავიწყდებაო და ეგრე არ მინდა ეხლა. მარტო ცხოველი ძაღლი რომ ყოლოს, მაშინ გამოდის, რომ ფრინველზე უნდა დავანებო თავ ნადირობას. მე ორ ძაღლს ვეღარ მოვიყვანო. დავანადიროს უცხოველზე.
ვფიქრობ ახლა რომ მომავალ წლიდან უკვე წელიწად და ხევერს იქნება. ნელა უკვე შევაპარო. შველს ახლა სპოულობს. შველი უფრო მეტი ნახი ყავს ვიდრე ხოხობი. აი ეს რომ მინდორში დარბის და შველი წამოუხდება. ახლა გადავინაცვლებთ ადგილს, ტერიტორიას შევიცვლით. აი პატარა მონაკვეთი არის ერთი, იმას გავივლით. რამდენჯერაც ვიყავი იქ ნახე, ბოლოს მათ მოვკალი. და მე მაღლა ავალთ, იქაც მოვივლით და ალბათ სახში წავალთ. იმიტომ რომ დღეს დიდი წვიმაა გამოცხადებული, ძალიან მაგარი. რაო ბაჩო. მოდი ჩემთან. მოდი ჩემი ბიჭი, მოდი. მოდი ჩემთან. რაო ბიჭო. რაო. რაო ჩემი კაცო. კაია ნადირობა. კაია ნადირობა. კაია ნადირობა. რა ბირკები გაქვს შენა? რამდენი ბირკა გაქვს, წამო, ეხლა სხვაგან წავიდეთ, მოდი. პირდაპირ ჩავალ და ვიცი რომ შაბათს ახლა ხვალ 1-20 კაცი მაინც ვიქნებით. ანუ შაბათი კვირა არ იმაზება. როცა ცხოველი ნადირობა მიდის. და ეს ყველა, აი რაც განახეთ რუკაზე ასე სულ ქალაქებად დაყოფილი რო არის. ყველა ქალაქში, სადაც ცხოველი არის, ყველა შაბათ-კვირას მასი არის. ეხლა ვინც ნაყოფი არის საფრანგეთში და ან ვიდეოები აქვს ნახი რომ სხვანაირი სტილის ნადირობის რო ხოცავენ თქვა 50 ხოხობს მსგავსი რაღაცები მხოლოდ ხდება ჩრდილოეთით პარიზის მაღლა. იქ არ არის აუცილებელი რომ მთაში ახვიდე იდემი ნახო. მსგავს ადგილებშიც იდემი არის. და არის თქვათ აი რო გამოვა ნაკადი შეიძლება 40-30 იდემი დარბოდეს ერთად. 50 ღორი გამოვივიდეს ერთად. აუ კაცი ახსონი გაქვს. ჩვენს მხარეს ტრადიციები არ გვაქვს, როგორც ყველგან არის ნადირობის ცერემონიები და მსგავსი რაღაცეები. აქ უფრო არის გლეხური და როგორ ვთქვათ, საღინადირობა. არ უყურებენ ეს ტრადიციები. თავარია ინადირონ თავიანთ ერთმანეთში გაერთონ. ანუ შეიძლება აი ჩემთან ახლა ბანდაკში მაგალითად პაპები დადიან. მე მაგათი მოგული არაფერი მინახავს. მე უკვე მე 6 წელია მაგათი დათავარ. ანუ 6 წლის განმავლობაში დაახლოებით შაბათ-კვირას არ მასდავენ, ყოველ შაბათს და კვირას იქ არიან. მაგრამ მაგათი მოგული არაფერი მინახავს. და რო ვკითხე, მეთქი არ გვეზრდება? იმან მითხრა რომ ეს მაგარი მკიდია, რაც მოვინადირე ერთად, რაც მოკლავო. თავარი არის რომ ჩემ მეგობრებთან ჩამოვდივარ. პურს ჭამო და როცა იკლება ხორცს სახში მიმოხსო. მე მოკრა თუ სხვა მაგას მნიშვნელობა არ აქვსო. აი აქ ეგრე არის, აი ერთმანეთთან ურთიერთობის გამონადირობენ, რომ შაბათ-კვირას ერთმანეთი ნახონ. ზოგი არის 20-30 წელი ერთმანეთს იცნობენ და ერთად ნადირობს 20-30 წელი არის. მაგ ჩემს კლუბში. ვიდეოებში რო არის ევროპაში ნადირობა რომ ნომერში დადგები და ყველაფერი შენთან გამოგივლის ჩვენთან ეგეთ ნადირობა არ არის. ეგეთ ნადირობაზე მეც ძალიან დიდი სურვილი მაქვს წავიდე და ვნახო ერთხელ რა არის. რაც საკმაოდ ძვირი ძირება. მე ვიხდი 350 ევროს აი იმ სოფლის ლიცენზიაში სადაც მთაში ნადირობ. როცა სტუმრად მიდიხარ 10 ევრო გიჯდება ყველაფერი. 10 ევრო გიჯდება დღე. მაგრამ ხორცი არ გეკუთვნის გერმის და შველის. მხოლოდ ღორის. ვერ გახვალ კათამზე. ვერ გახვალ კურდღელზე.
მე ჩემი ცოტა ძვირი გადავიხადო 350 ვიყო არაფრით შეზღუდული ვიარი როცა გამიცორდება რაც მოიგრება უოჭველი ვიცი რომ იქ თუ ვარ ერთნაჭერი ჩემთვის არის ერთნაჭერი მამასთვის არის აჩო ჰე შემომინდორში მაგრამ მსგავს ნადირობა რომ ფრანგების ვიდეოებს რო უყურებ ნომერში ორი რემს კლავენ ერთ ნახევარ საათში იგივე ნომერში ერთ სამშველს მოკლავს ისევ ნახევარ საათში ერთ ხუთგორს მოკლავს ყველაფერი რო ჩამოივლის მაგეთი რაღაც არ ხდება ჯერ ჩვენთან არის ძალიან ძნელი ნადირობა რადგან მთაში ვართ სად რა გავარდება ეხლა ორი რას მოიფიქრებს მაღლა წამოვა მთაში ანუ თქვათ აი ესე ვდგავართ და ესე შუაში უშვებენ ძაღლებს ხო შეიძლება თქვას რომ 200 არ წავალ და ტრილის მან წამოვიდეს ჩათვალიერებს ნადირობა მურჩა ჩვენ მაინც ვდგავართ იმიტომ ხელახლა გაუშვებენ ძაღლებს მაგრამ ის ღორები რაც ძაღლებმა წამოყარეს ნადირობიდან გავიდნენ არა ეს ეგრე ადვილი ჩვენს მიწაზე ნადირობა სურათებს და ვიდეოებს ვდროვდებ ხალხს უყვირს რომ აი ამდენი რა მოგაკლევინეთ ყველაზე მაქსიმუმი ყავს მოკლული შაბათ კვირას ორივე დღეს ერთად შაბათ 3 კვირას 5 ანუ 8 ცალი ვიკენდზე რაც არის არაფერი აი მართლა არაფერი არის რადგან სხვაგან შეიძლება აი ახლა ერთი კაცი ყავს ზუსტად მაგ დღეს 23 ცალი მოვგალით თავის სიძემ დაურეკა და 12 ცალი მოკლეს მარტო შაბათს ზოგან შეიძლება 50 ღორი მოიკლას ერთ შაბათ კვირას ეგ შეიძლება საქართველოსგან გამომდინარე და ქართულ პირობებში არის ბევრი მე რაც შეეხება ახლა ამ ხორცს ქართველები მარტო რაო ბაჩო კარგი ბიჭი ხარ კარგი აი იქ იყო იგი აქედან გაგიქცა კარგი ბიჭი ხარ კარგი ბიჭი ხარ კარგი ბიჭი ხარ კარგი აი ამან რაც დღეს გააკეთა ასე რომ ორი ხოხობი ნახა და ეხლა როგორც მოუყვებოდა ეს კვალს ეგეთი რაღაცა ჯერ მას არ გაუკეთებია ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ ეხლა მოსაუყურებ ასე ყოჩახ მოდი ჩემთან ყოჩახ ბიჭო ყოჩახ არა უშავს დღეს თოფი არ მაქვს და ვერ მოვკალით კვირას გავალ და თუ ისე ვიგენა ერთი მუშავებ უოჭველი მოვუკლავთ ყოჩახ ჩემო ბიჭო კარგი ბიჭი ხარ კარგი ბრავო ეს იყო დედალი და წეგანიქით მამალი ააფრნა მამალი გამოფრნა იქით ამხდარა ყოჩახ ბაჭუნა ყოჩახ ჩემო ლამაზ წავა გამახა იქნების მამალი ვნახოთ ისევე აი ხლა ასე აუყვებით ჩავალ და ხელახლა ამოვარო ბოლოზოლი აღდავტო იმედია კამერა იღებდა და ჩანს ყველაფერი კარგად არ კამერა რო იღებდა ვიცი მე გავთიშე მე იმედია ჩანს ყველაფერი როგორც გადავიდა დავინახე ზაღლები რაღაცაზე სუსხონარი მოძრაობა დაიწყო ეგრევე როსუნი მიიღო ამას ახსო უყურებდი თვალი მოვკალიო გაირბინა დაბლა დაწოლილმა აი მაგას ვიდეოში მე შევანელებ და განახებთ ხოხობი როგორ გარბის როგორ იპარება წესით ეგ უნდა ჩანდეს ვიდეოში ანუ მე კარგად ჩანდა ჩემი თვალიდან არც ჭირდება დაკვირვება და რამე რომ დაინახო აი პირდაპირ გარბის ბრავო ბაჩო ყველაფერს ვერ დაუკავშირდი
ერთი კაცი არის ვინც ძალიან ჩვენს მიწაზე ხოხვების მიწოდებას ახერხებს. ანუ მოშენის საშენი აქვს და ნახე მოდი წამო მინდა რომ ორი ძალიან სამიცალი ხოხობი ვუყიდო ასე მინდორში დავუმალო და ეგეც მინდა რომ აი აფრენის დროს მოვუკლა ვერაფრით ურეკავდა არავის სამპასუხოს ნომერზე მოდი ეხლა საფრანგეთში ყველგან არის ბუნებრივი ფრინველი რო კითხო ფრანგებს აი ძახიან რომ არ არის და შემორჩენილი ყველგან არის ბუნებრივი ფრინველი просто ერთი ის არის ცოტა რაოდენობით მაგრამ ყველა სოფლის კლუბი ყველა სოფელს აქვს თავისი კლუბი შეიძლება ცხოველზე არ ნადირობდნენ და ანუ ეხლა მე რომ სოფლის ამ ქალაქიას მაგრამ ასე მოვიხსენებ სოფელი რადგან ნადირობა შეიძლება ამ ადგილების გამხელაც არის რუკაზე ლიცენზია ავიღო და ნადირობა შემეძლოს ყველა სადაც ანუ როგორ ვთქვათ სადაც მერია არსებობს ყველა ქალაქს და სოფელს და ადგილობას აქვს თავის მერია ყველგან არის ნადირობის კლუბი ასესია სადაც ხდება კარტების დარიგება და ლიცენზიების გაცემა რომ შენ გაქვს ამ მიწებში ნადირობის უფლება შეიძლება ვთქვათ ეხლა პირდაპირ მთები არის იქაც არის უეჭველი აქაც იქნება და აქაც იქნება ყველგან არის აბსოლუტურად ნადირობის კლუბი იქ შეიძლება ცხოველი ყავთ ბუნებაში აი ტყერო არის და მაგიტომ გუნდი ყავთ რომ ცხოველზე ინადირონ ეხლა აქ მარტო მინდვრები არის და 2-3 კილომეტრში უკვე ქალაქში შევდივართ ამიტომ აქ ცხოველი არ არის ძალიან იშვიათად და გუნდი არ არსებობს ცხოველის თორე ისე ფრინველის კლუბი და ანუ ნადირობის კლუბი ყველგან არის აბსოლუტურად რო კარტა აიღო და ლიცენზია მოგონდეს აი რუკაზე მაგალითად ახლა ქართულად რო გაგიხსნათ Google Maps-ში თბილისს რო დააწვევით და თბილისის რუკაზე შემოგიხაზავს თუ ტერიტორია რამხელა არის აი თბილისის ირგვლივ რაც მინდვრები შედის რუკაზე შემოხაზულში აი მად ნადირობა შეგიძლიათ მხოლოდ რატო ვეხები თბილისს ახლა მე ვარ აგერ არის სუქალაქი აი ეს ვალენსი სხვა ქალაქი არის ეს სხვა ქალაქი არის მე ვარ ბურგლევალანში შემომიხაზა აი ხა სუქალაქები არის აი ამ მინდვრებში ყველგან შემიძლია ნადირობა თუ მაქვს აი ამ ქალაქის ბურგლევალანსის კარტა ლიცენზირება მე აქ ვალენში ვერ გადავალ და ვერ ვინადირებ არ შემიძლია ან მაშინ უნდა გავაკეთო ეხლა თებერვალში მოთხოვნა რომ იქითა წელს მანადირონ და მომცენ უფლება ეგეც შეიძლება უარზე უარი გითხრან არ ეს გამორიცხული რომ უარი გითხრან და ვერ წავალ ვერცად ვერთად სოფელში აი ეს რაც სახელები არის ყველა დაყოფილი არის ყველას თავის კლუბი აქვს და ყველას თავის ტერიტორიები აი ახლა აქ დავაჭიროთ აი შემომიხაზა ახლა ამას აქ მარტო ეს ადგილების სანადირო ამას გადავართ ახლა აი ეს არის ახლა ჩვენს პირდაპირ მაგალითად ხო აი ამას ახლა იმ ხელ ტერიტორიები ისეთ ტყეები აქვს ვიციოთ ჩვენს პირდაპირ უჭველი ნადირობენ ღორზე ღორი უჭველი ყოლებათ მე ახლა ნადირობ პორტლევალანსი ლივრონი აი ამ სოფლის კარტა მაქვს აღებული ძირითადად სუმინდურები არის და ძალიან დიდი ტერიტორია არის მდინარეებიც არის იხუსეც მაგრამ იხუს ისეთი დინება აქვს ახლა აქა აი მტკვარში ჩამოვაგდო იხვი
ისეთი დინება არის, რომ მეშინა ძალიო შევშო შინკენ და გამოიტანო. ხა მაგით მე ხუჭა ჩავდივარ. აგერ არის სამუდენიმე ორი ტბა. აგერ არის ტბები. და ესა და ესა. განეჯერს ვიყავი მატრებისში არ მინახია იხვი. აი აქეთ არის ეგ ეს ტბა. აქ სულ იხვიზის, მაგრამ ეგ არის ისა ნაკრძალი. აი ეს ტერიტორია ნაკრძალი არის. არ შემიძლია შესვლა შინგენ. აქ დავდივარ ფრინველზე. აი ეს მთლიანი ტერიტორია შემიძლია სადაც უნდა წავიდე. უნდა ვიყო, აგერ არის სახლი 150 მეტრის სახლის მოშორებით. მაგას ახლა არავინ არ დაგითვლის, რომ 150 მეტრი არის თუ 155. მაგრამ დისტანციურად უნდა იყო და სახლის მომხდარი სადაც უნდა ისროლო. რო აფრინდეს, აქ გამოკრა არ შეგიძლია უნდა გაცდეს და მერე ესროლო. აქ უნდა ვირო ფრინველზე. აჩერდი. ეს არის კიდე ჩემი ადგილი, სადაც უნდა ვირო ღორზე. სუტყე და სუმთა. აი აქ ამ ეხლა ამ ტერიტორიაზე ჩვენ აქ მარტო შემიძლია ნადირობა კურდღელზე და კათამზე მარტო მე და ჩემ ძახს. სხვა ხოხობი და ის აქ არ არსებობს, მაღალზე არის და არც გაშვება არის, რომ რაც იყო ბუნებრივი ეგეთ შენარჩუნს. აქ დავდივართ მხოლოდ აი ეს არის ჩვენი ნადირობის ბანაკი. აქ ხდება ყოველ შაბათ-კვირას 7 საათზე უნდა ვიყოთ აქა, ვისაც უნდა მოვა, ვისაც უნდა არ მოვა. აუცილებლობაში არ არის რომ მოვიდეს. მინიმუმი 4 კაცი მაინც უნდა იყოს, რომ შედგეს ნადირობა 4 კაცი და 1 ძაღლების გამშვები. რასაც გვინდა გავაკეთებთ, რასაც გვინდა ვინადირებთ, თავარია ქონდეს ლიცენზირება. ეხლა მაგალითად დაგვრჩა მე მგონი 13 ცალი ბრასლეტი შველის და 5 თუ 6 ცალი ბრასლეტი ირმის. რომ მაგის ნადირობა შეგვეძლოს, ანუ ნასროლა შეგვიძლია კიდე მაგდენის. განაჩენი ღორი ულიმიტუ არის, ამდენ ძინდა. შეგვიძლია ამოვიღოთ. და აი ამაზე ვერავინ ვერ გვეტყვის, აქაც ვაკეთებ და რატო ნადირობთ. ჩვენი არის, ჩვენი მიწები არის, ჩვენ გვეკუთვნის. გვინდა ნომერს აქ დავდგავთ, გვინდა ნომერს იქ დავდგავთ. გინდა ორი ნომერს აქეთ დავდგავთ, ანუ რასაც გვინდა ამას გავაკეთებთ რა. წამოჩო. აგეთინ გაკაბი გაფრინდა და ინახეთ. ერთი წელი გაკაბი მეფრინავდა. ამ ბუჩქების იქით ამხარეს იყო. ჩემ მანქანისკენ წავიდა პირდაპირ. ეგ ახლა ხმაურზე გაიქცა. ხევაჩო. ხევაჩო. შეიძლება აქაც კი იყო ის, ვაფრინდა. რა არის? წამო. აქ რომ შევიზავთ. მოდი. მოდი. რა დაიღალე? რა დრო შენი დაღლა, ბიჭო? ჯერ მარტო 1 მინუტი გავიარეთ. წადი მოძებნე.
აი ახლა ხვალე არის შაბათი. ხვალ დილის 7 საათზე. მე არავისთან შეთანხმება არ მიწევს. არავისთან დარეკვა. რომ რავშვებით, აბა ხვალ ნადირობთ. ხვალ ჩამოვიდე, მინადიროთ. ხვალ დილის 7 საათზე არავისთან შეთანხმების გარეშე. Короче, დღეისთვის ეს იყო მეგობრებო. შაბათ კვირას, რასაც გადავიღებ, ვეცდები რომ გადავიყო და დავდო. დროებით, თორე გამეთიშება ახლა კამერა.